უამრავი ბათუმელი მოდის ლადო ასათიანის 21 ნომერში. აქ მდებარეობს საცხობი 047. რატომ არის ეს საცხობი ასეთი პოპულარული და რა პროდუქციას ამზადებენ, გავიგებთ ახლა. პირველი რაც არ მომწონს, ესე გარეთ არ უნდა შრებოდეს მწვანილი, დახურულ სივცეში უნდა იყოს და სადაც მანქანები მოძრაობს და მტვერის დაყრის საშუალება იქ გარეცხვა არ შეიძლება მწვანილის. თუმცა დასაშვებია რომ ჭურჭელი აქ ირეცხება და ძალიან კარგია რომ შიგნით არ ხდება ჭურჭლის დარეცხვა და გარეთ ხდება. დეზობარიერი ეს არ არის და დეზობარიერი არ მუშაობს. არანაირად. აი ესეთი სივიწროვეში, აი ესე ყველაფერი ერთად იყოს და მიყრილი, მოყრილი, აი ეს აქ ვაიმე როგორ არის. აქ როგორ მუშაობს? ბატონებო, ერთმანეთს გვერდით როგორ უვლით? იმიტომ ხართ ყველა თხელები, ხო? კარგი, მე ძალიან მალე გავალ, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად გაჩერება ფიზიკურად შეუძლებელია და არ გავაღიზიანებ მომხმარებლებს. ზევიდან ცოტა ცვენა მიმდინარეობს და ამაზე აი ეს ზედაპირიც მეტყველებს. სათანადო დასუფთავება სამწუხაროდ ფიზიკურად შეუძლებელია, იმდენი ხალხი მოძრაობს. მიხარია რომ ესეთი ობიექტია და ესე მოწონთ პროდუქცია და ამდენი ადამიანი ყიდულობს, მაგრამ პირობების დაცვა სავალდებულო. ვადები აი სრულიად ქაოტურად, არაფერზე არ არის მინიშნებული, ყველაფერი შეყრილია. ოქროსფერი, ლამაზი ფერის არის თვითონ ნაწარმი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ზეთი სწორად იცვლება. ეს ცომები აქედან გადაიტანეთ, ღია პროცესი მიმდინარეობდეს აქ და ქიმია აქიდოს გვერდით დაუშვებელია. ქიმიური ნივთიერება რომ მოხვდეს საკვებში ადამიანები მოიწამლებენ, დაუშვებელია. დანარჩენი იმუშავეთ და ესევე გემრიელი საკვებები აკეთეთ. ვაი, აქ რა სიტუაცია გვაქვს. ეს რა არის? კედლები რას გავს? სარკმელი რას გავს? მესმის რომ აქ ცომი მზადდება, არა, მიუღებელია. ვერაფრით ვერ მივიღებ ამას, ვერ დავხუჭავ თვალს. აი სად არის ახლა იმდენი მითხარით ფუზები, რომ აი ეს საშინელება აი აქ გიყიდეთ. კაი რა, ნუ არ გეკადრებათ. ხორცი გააქვთ გაყინული, მოთავსებული და თავისი ეტიკეტირება და ყველაფერი მოყვება. აი აქ კედლის შეღებას. აი ამის ელემენტარულად ამდენი ადამიანი რომ მოდის. თქვენთან. შენებთ ახალ შენობას იქ გადავდივარდენ დროებით ისა. თუ საწყობია, საწყობის მიმართ იგივე მოთხოვნებია და სათანადოდ უნდა ინახებოდეს. როგორც ინახება შიგნით. ჩემთვის იგივე აბლაბუდები, იგივე აი ეს მდგომარეობა და იგივე სიბინძურე სრულიად დაუშვებელი და მიუღებელია. ვერ დავეტიეთ იმ შენობაში, დავიწყებ მშენებლობა და ეხლა ხო ვერ დავადანაშაულებ სხვას რომ ნებართვები დროულად არ მოგცეთ როგორც ბიუროკრატია ვერ გაიარა და ამის გამოს გასუფთავებას ბატონონოე ბიუროკრატია არ სჭირდება. თქვენ საწყობს იქ არ გადაიტანთ. ბატონონოე საწყობი მოწესრიგებული უნდა გქონდეთ. იქ არის დარბაზი, სადაც კეთება გაგრძელდება და გაფართოვდებით, იმიტომ რომ ფიზიკურად ის ხალხი, რომელიც მოდის თქვენთან, იმას დაკმაყოფილება უნდა, რამდენი სკოლაა. მეორე ნაწილსაც ვაშენებთ და გემრიელს რო აკეთებთ, ასეთ გემრიელს უვნებელიც გამიკეთეთ, ისე გამიკეთეთ, რომ გახარებული იყოს ხალხი. გაფართოვდით. აი 100 რო ყავთ, 1000 ყავდეთ დასაქმებული, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები ამას. ბავშვები გამოვლეს სკოლიდან, კარგ პროდუქტს შეჭამენ, ჩემთვის მისაღებია და გასახარებელია, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ. მარილი კერძს მოვაყაროთ, უმარილო კერძი არ ვარგა. მადონამ და ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა საგულდაგულო დაათვალიერა საცხობი 047. რა თქმა უნდა იყო შენიშვნები განსაკუთრებით საწყობის მისამართით, მაგრამ როგორც ჩვენ გავარკვიეთ, მალე გადადიან ახალ შენობაში, რომელიც ეხლა რემონტდება და შესაბამისად ალბათ უფრო კარგად და უფრო ნაყოფიერად იმუშავებენ, წარმატებას უსურვებთ ამ საწყობს.